მოგესალმებით, პირველ რიგში ჰოროსკოპი ჯისმენას მაყურებელს, მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, კვლავ გილოცავთ ახალი წლის დადგომას, გისურვებთ ყოველივე კარგს, ხვავს, ბარაკას, ჯანმრთელობას, დიდ სიყვარულს და სიხარულს და ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს წინ კიდევ ძალიან კარგი დღესასწაული, შობის დღესასწაული 7 რიცხვში და გილოცავთ შობას, მრავალ შობას დაგასრულოთ ასევე ღმერთმა. რაც შეეხება ესე იგი დღევანდელ ჩვენ ასტროპროგნოზს, პირველ რიგში მოვიტანხმოთ, რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგიულ ველშია, რაც ასიკეთოა და გარკვეულ პოზიტიურ შანსებს აძლევს ყველას, თუმცა მოდეს წავნიშნოთ, რომ კვირის პირველი ნახევარი უფრო უკეთესია. მეორე ნახევარში შესაძლებლობები უფრო რთულდება, აი უკვე 8 რიცხვიდან დაწყებული, დაახლოებით 12 რიცხვის ჩათვლით. აი ეს მონაკვეთი ცოტა უფრო რთული ტენდენციების მატარებელია. მთლიანობაში მოდი ავუშვათ აი ვერძისთვის. პერიოდი ზოგადად რთულია იმ კუთხით, რომ ენერგოტონუსი თქვენი დაბალია, ამიტომ ჯანმრთელობა არამდგრადია. ესე იგი, ეცადეთ არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ, არ გამოავლინოთ ფსიქოემოციურ არასტაბილურობას, შეიძლება აგრესიის ფორმითაც კი გამოვლინდეს და ამ მხრივ იყოთ ცოტა ყურადღებით. მაქსიმალურად იყავით ყურადღებით, თუ რაღაც პრობლემები შეექმნა და აუცილებლობა ამისი არ არის, მაგრამ თუ მოხდა, არის ამის ალბათობა, რაღაცა დაუშვათ ტექნიკური პრობლემა. ნუ რაღაც გადაიწვა დაუშვათ იქ უთო ან სანტექნიკას პრობლემები შეექმნა და შემდგომ, ანუ ესეც საუბარს პრობლემის შემთხვევაში, ნუ მოუშვით ნერვებს, ნუ საკუთარ თავს და ნუ სხვებს. რაც გასაკეთებელია, მშვიდად უნდა გააკეთოთ და მიიღოთ. მოდი ესე ვთქვათ. ეს პერიოდი არ არის კარგი ფინანსებისათვის, იმ კუთხით, რომ შეიძლება აქ ფინანსური ხარჯი მეტი იყოს გასავალი ვიდრე შემოსავალი და ინვესტიციების განჯობია თავი შევიკავოთ, ახალ პროექტებს აქ ნუ დაიწყებთ და კაპიტალ დამატებებისთვისაც ასევე პერიოდი არ არის მაინდამაინც სასურველი. რაც უფრო მეტად კარგი ურთიერთობა გექნებათ ახლობლებთან, ნაცნობთან, ოჯახის წევრებთან, მით უფრო სასიკეთოდ გაივლის ეს პერიოდი და პირიქით. ესეც გავითვალისწინოთ. ყველაზე კარგია თქვენთვის 5 და 9 იანვრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 7 და 11 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვები. ესე იგი მეორე ნახევარი კვირისა უკვე 8 რიცხვიდან მიყოთ ცოტა ყურადღებით, იმიტომ რომ აქ შეიძლება მოუთმელობა მიჩნიოს თავი, ზედმეტმა სიჯიუტემ, არავის მოსმენა არ აქვს თქვენი მხრიდან, ამან შეიძლება ცოტა მეტად კიდევ დაძაბოს ურთიერთობები კვირის მეორე ნახევარში. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, აღნიშნოთ, რომ ენერგოტონუსს არ უჩევის კურო, ჯანზეა, რო იტყვიან, შრომისმცნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, შეუპოვრობა, ყველაფერი წინა პლანზეა და ამ მხრივ ესე იგი რას უყურია კარგია, მაგრამ თქვენს მეორე ნახევარი კვირისა ეთქოს ყურადღებას განსაკუთრებით უკვე 8 რიცხვიდან 12-ის ჩათვლით და ეს პერიოდი უფრო რთულია. რატო? იმიტომ რომ შეიძლება პრიორიტეტი შეიცვალოს საერთოდ თქვენს ირგვლივ. ამასთან ერთად გარკვეულწილად იურიდიული პრობლემები თუ გქონდათ რაღაც ამდაგვარი, აქ რომ მეტად უკვე იჩენენ თავს და ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ თქვენც ხდებით უფრო როგორც ვერძი მოუთმენელი, სულსწრაფი, რაც საერთოდ არ გახასიათებს, მაგრამ ამ პერიოდში ეს ტენდენციები მოიმატებენ და ეს ცოტა ვართულებს საერთო სიტუაციას. ეს პერიოდი არ არის სასურველი კვირის მეორე ნახევარი მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, უცხოელებთან მიმართებაში და უშუალოდ მივლინებისათვის, ხელშეკრულებების დასადებად, კონტრაქტების ხელმოსაწერად. აი, ამ მხრივ იყო ცოტა ყურადღებით, განსაკუთრებით აი კვირის მეორე ნახევარს ეხება ეს. ყველაზე კარგია თქვენთვის 8 იანვრის დღე და რიცხვი და არ ვარგა 6 და 10 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, ენერგოტონუსი თქვენ ცოტა დაბალია, არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ. აი განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარი უკვე 8 რიცხვიდან 12-ის ჩათვლით ითხოვს ყურადღებას, იმიტომ რომ შეიძლება ფინანსურმა დანაკარგებმა ეჩინონ თავი. ამასთან ერთად ეს ის პერიოდი, რასაც ზოგიერთმა შეიძლება მოგთხოვოთ ვალების დაბრუნება, ვალდებულებების შესრულება, ამიტომ ფინანსური მდგომარეობა იქნება ცოტა არასტაბილური. ეს ის პერიოდია, რომლის შეულობისას ასევე აღნიშნოთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ სულსწრაფობის მიმართ, იმიტომ რომ ყველაფერი გეჩქარებათ გინდათ უცებ, რაც ასე ვთქვათ შეცდომებს გაშვებინებთ და ამიტომ 7 ჯერ გაზომ ერთხელ გაჭერის პრინციპით იმოქმედეთ. მაქსიმალურად იყავით ერთგული და ირგვლივ შეკრებათ ერთგული ადამიანები, რათა აქაც გარკვეულმა სირთულეებმა ამ მხრივ არ ეჩინონ თავი. ყველაზე კარგია თქვენთვის 5 და 9 იანვრის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 7 და 11 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, ენერგოტონუსს ეს ნიშანი არ უჩივის, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ინტუიცია საკმაოდ მდგრადია, რომელიც ხელს უწყობს მეტად სწორი არჩევანის გაკეთებას, სწორი ნაბიჯების გადადგმას. პირველი ნახევარი კვირის ასუქელი უფრო უკეთესია, უფრო მეტად წარმატებულია, კარგული პოზიტიური შანსები აქ უდავოდ არის
ამიტომ ვეცადოთ რომ ვიაქტიუროთ საჭირო ინიციატივას გამოავლინოთ საკუთარ თავზე და ასე შემდგომ, მაგრამ აი განსაკუთრებით მეორე ნახევარი 8 რიცხვიდან თქოს განსაკუთრებულ ყურადღებას, იმიტომ რომ თქვენ თვითრწმენა გადადის ყველანაირ ზღვარს, ხდებით უფრო უხეში, ხდებით უფრო ჯიუტი და ასე ზეწოლად ზნოთ მეტად პარტნიორთან მხრიდან, რამაც შეიძლება დაძაბული სიტუაციები შექმნას სხვადასხვა სახის ურთიერთობებში. ამიტომ ამას შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში კონფლიქტებიც კი გამოიწვიოს და ურთიერთწინააღმდეგობები და არის გამორიცხული შეიძლება ყოველივე ამას შემდგომ მოყოს უკვე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებული საკითხების განვითარება. ესე იგი მაქსიმალური თავდაჭერა გმართობთ განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში, ნუ ჩქარობთ რაღაც დაუშვათ გაწყვეტილების მიღებისას, ასევე რაღაც დაუშვათ დაპირებებსაც მოვერიდოთ მაქსიმალურად და ხელშეუხებლობების დადებისთვის კვირის მეორე ნახევარი უდაოდ არ ვარგა. ყველას კარგია თქვენთვის 8 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 6 და 10 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებებს, აღნიშნოთ, რომ აქ ენერგოტონუსი თქვენი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი, ამიტომ ეცადეთ არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ ტრავმატული ტენდენციების წინაშე, არ აღმოჩნდეთ და ამასთან ერთად ნახოთ, რომ იმასაც გრძნობთ, რომ ეს სხვა ადამიანები რაც არიღებენ თქვენს რჩევებს, საერთოდ არ აქცევენ მათ ყურადღებას, ურთიერთგაგება შემცირებულია. ამანაც შეიძლება ცოტა დაძაბულობა გამოიწვიოს გარკვეულწილად და თქვენს ასე ვთქვათ სიამაყეზეც ნეგატიურად იმოქმედებს. განსაკუთრებით იყავით ხილატის ადამიანებთან, რომლებიც ეცდებიან თქვენი შესაძლებლობების გამოყენებას, თქვენი ნდობის ფაქტორის გამოყენებას, მათ შორის ზოგჯერ თქვენს საწინააღმდეგოდაც კი შეიძლება ეს გამოვლინდეს და კვირის მეორე ნახევარში ეს ტენდენცია ითხოვს აქ განსაკუთრებულ ყურადღებას და სიფრთხილეს. ამ თვალსაზრისით ვიყოთ მაქსიმალურად ასე ვთქვათ ფრთხილები ამ პერიოდში, რათა ამას მერე არ მოყვეს გარკვეული ასე ვთქვათ სირთულეები, პრობლემები და ასე შემდგომ. ამ თვალსაზრისით ასე ვთქვათ ვიყოთ ყურადღებით. რაც შეეხება დღეებს, ყოველს კარგია თქვენთვის 6 და 10 იანვრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 8 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ქალწულებს, ქალწულებო უპირველეს ყოვლისა მოდით აღნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდია, რომ მსვლელობისას ენერგოტონუსი თქვენი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, შრომისმნარიანი, ნებისყოფიანია, კი ბატონო, ეს ყველაფერი გადასარევია, მაგრამ მაქსიმალურად შეგიძლიათ ყველაფერი კარგად გამოიგონოთ პირველ ნახევარში კვირის 8 რიცხვიდან უკვე მეორე ნახევარში სირთულეები იქნება. აქ შეიძლება ზოგიერთი გეგმების გადახედვა მოგიწიოთ. ამასთან ერთად დავნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც შეიძლება გაუგებრობა მეტად იჩინონ თავი თქვენსა და ევროპულ ადამიანებს შორის და მოიხდებათ შეიძლება ურთიერთობების გადახედვაც კი ზოგიერთ კოლეგებთან, ზოგიერთ თავშად მეგობრებთანაც კი და ამიტომ ფორსირებას ნუ მოახდენთ მოვლენების კვირის მეორე ნახევარში, ნუ იქნებით ზედმეტად ჯიუტი, ესაც გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ აქ შესაბამის ტენდენციის ალბათობა გაუგებრობის ტენდენციები უდაოდ მატულობს. ეს კვირის მეორე ნახევარში განსაკუთრებით ითხოვს ყურადღებას. მაგრამ მთლიანობაში კვირა უდაოდ არ არის ცუდი და მას აქვს გარკვეული პოზიტიური შანსებიც. ყველას კარგია თქვენთვის 7 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 5 და 9 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა სასწორი ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებებს, ერგოტონუსი თქვენი დაბალია, არასტაბილური, ამიტომ არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ. აქ ფსიქოემოციური არასტაბილურობა იჩენს ასევე თავს და შეიძლება ზოგჯერ გახდეს კონფლიქტების მიზეზი თქვენსა და ევროპულ ადამიანებს შორის და ნუ იქნებით ზედმეტად გაუღრებული. აქ ერთი უკიდურესობა და მეორე უკიდურესობაში ნუ გადავარდებით. განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარს ეხება ეს უკვე 8 რიცხვიდან. აქ გიჭირთ არჩევანის გაკეთება, რაც შეიძლება გახდეს ასევე პრობლემის ფაქტორი. დავუშვათ ისიც, რომ ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ. თქვენს გეგმებს აქ ზედმეტად ნუ გათქვათ, თორე შეიძლება მე ეს ყოველფერი უკუმა შემოტრიალდეს და ამასაც მიაქციოთ ყურადღება. აუცილებლად რომ ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას არ არის ასველი ახალ რაღაც მნიშვნელოვანი განსაკუთრებული საქმეების დაწყება, და რომ ამ ხრივად შეიძლება სირთულეები შეიქმნას, მოვარდოთ წყვილ საგიდლებს, გრანდიოზული გეგმების დასახვას და მეთოდებს მათ დაწყებას, აქაც არ არის ასველი და უფრო მეტად შეიძლება რომ მოიხდეთ ზოგიერთ თქვენი ახლობლების პრობლემების დაუშვათ მოგვარება და ზოგიერთ თქვენი შეცდომების განსტორება. აი ამას შეიძლება უფრო მეტად დაეთმოს კიდეც აქ ყურადღება.
ყველს კარგია თქვენთვის 6 და 10 იანვრის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 8 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. ამიტომ მოდი ესე ვთქვათ, რომ ალბათ ყველაზე რთული მონაკვეთია იანვრის თვეში აი ეს პერიოდი განსაკუთრებით 8-12 იანვრის შუალედი. ამიტომ ეცავთ ყველამ ცოტა ფრთხილად გავიაროთ, იმიტომ რომ დანარჩენი დღეები ასე თუ ისე უკეთესია. იანვარში. რაც შეეხება და ეს ეხება ყველას თავისთავად. მორიელი ზოდიაქოს რაც შეეხება უპირისპირდით აღმოჩნდით, რომ აქ ეს პერიოდია, რომ მსოფლიოსაც თქვენ გაძლევათ საშუალება სხვათა შორის მგზავრობისა, მოგზაურობისა, უცხოელებთან კონტაქტისა, პირველ ნახევარში კვირის ეს ყველაფერი საკმაოდ კარგია. ოპტიმიზმიც მატულობს თქვენი კარგი უნარი, ასე ვთქვათ, ორგანიზებული მონაცემებისა, ესეც წამოიწევს წინა პლანზე. არკვეული შინაგანი თავისუფლების შეგრძნება შემოვა, მაგრამ მეორე ნახევარი 8-დან 12-მდე, რომელიც ყველაზე რთული ალბათ ამ თვის განმავლობაში თქოს თქვენგან ყურადღებას. თორე აქ კონფლიქტების ალბათობა თქვენსა და ევროპულ ადამიანებს შორის ურთიერთგაგების შემცირების ფონზე აშკარად მატულობს. ამიტომ თავდაჭერა მაქსიმალურად წამოწია წინა პლანზე. ზედმეტი ეგოიზმი, ზედმეტი დიქტატორული ტენდენციები თქვენი მხრიდან გახდება სწორედ კონფლიქტების ფაქტორი. იყავით მეტად წინ დახედული. და ამასთან ერთად ამუშავოთ, რომ ამ პერიოდში უკვე მეორე ნახევარში კვირის აი მოგზაურობა შეიძლება სერტფოლებთან იყოს დაკავშირებული და აქ შეიძლება პროვოცირებაც მოხდეს გარკვეული კონფლიქტებისა, ან თქვენი მხრიდან დაუშვათ არასწორი მოქმედებისა. აქედან გამომდინარე, მოდი აღვნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, რომლის ველობისას შეიძლება თქვენ ისეთ გეგმას მოგიდოთ ხელი, რომელიც არ ექნება მართებული, ამიტომ მეორე ნახევარი კვირის 8-12 რიცხვი ეცადეთ, რომ მაქსიმალურად ფრთხილად გაიაროთ. არ იკონფლიქტოთ, საქმეები არ გაარჩიოთ და არავის არ დაუპირისპირდეთ. რისი ტენდენცია ძალიან მაღალია. ყველას კარგია თქვენთვის 7-11 იანვრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 6-9 იანვრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ამ შვილოსნებს, ერგოტონუსი მაინც თქვენ აქ უკვე დაბალია გაითვალისწინეთ, არ გადაიღალოთ, არ გაცივდეთ, რისი ტენდენცია მაღალია. არის გამორიცხული, რომ აქ შეიძლება უკვე შეეჯახოთ ფინანსურ არასტაბილურობას, ზედმეტი ხარჯი ფინანსური, ან ზედმეტი შეიძლება რაღაცის გადახდა დაგჭირდეთ, ან ჯარიმის გადახდა და შემდგომ რაღაცა ფინანსებთან იქნება დაკავშირებული. მეორე ნახევარი კვირისა უფრო რთული, ამიტომ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხების საქმეები პირველ ნახევარში შეასრულეთ, თორემ მეორე ნახევარი უკვე 8 რიცხვიდან გაცილებით უფრო რთულია. ამიტომ მოდი აღვნიშნოთ, რომ აქ უფრო მეტად უნდა საღათი აზროვნოთ, ფანტაზიებს და ილუზიებს თავი დაანებეთ, სულ სწრაფი ნუ იქნებით, ნუ გეჩქარებათ ყველაფერი და რას ქვია მოერიდეთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯს. შეიძლება სახლში რაღაც ტრაუმულოვარებმა ტენდენციებმა ეჩინონ თავი, რაღაც გაგიფუძნეთ, შეიძლება ელექტროტექნიკა, სანტექნიკა და ასე შემდგომ, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯს მოითხოვს და ამის შეიძლება ძალიან ცოტა მოკონდეს თქვენს განწყობაზე, ნერვულ სისტემაზე, ამიტომ ამ ხრივაც ვიყოთ ცოტა უფრო ფრთხილი წინ. ამის აუცილებლობა არ არის, მაგრამ ტენდენცია არის და ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. ყველას კარგია თქვენთვის 6 და 10 იანვრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 8 იანვრის დღე და ეს რიცხვიც. თხისკა ზოდიაქოს რაც შეეხება მთლიანობაში, მოდი აღვნიშნოთ, რომ პირველი ნახევარი კვირისა უდავოდ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს გაძლევთ საშუალებას რაღაც ახალი იდეების განახორციელოთ, საინტერესო კონტაქტების დაამყაროთ, გარკვეულწილად შეიძლება აქ მოლაპარაკება, საკმაოდ კარგად წარიმართოს, მაგრამ მეორე ნახევარი კვირისა 8-12 განსაკუთრებით რიცხვი იანვრისა ითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. იმიტომ რომ აქ შეიძლება სიჩუქრა მეჩინოს მეტად თავი და აქაც შეიძლება სხვა სახის წინაღობებმა ეჩინონ თავი. ამიტომ თქვენ შემთხვევაში მოიტავშოთ, რომ კი ხართ აქტიური ნარგული ხარ პრინციპში ყველა წარმატებული ამ პერიოდში თხისკა არის, იმიტომ რომ ხა თქვენი დროა მზე გადის თქვენ ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ ახალი იდეებიც გექნება და მიზიდულობა ძალიან მაღალი გექნება და შარმე კი ბატონო ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მაინც მეორე ნახევარი კვირისა ეთქოს ყურადღებას. განსაკუთრებით პარტნიორ ურთიერთობებში, გინდათ ბიზნეს საქმიანი, გინდათ პირადი ურთიერთობა, აქ შეიძლება ცოტა სიტუაცია დაიძაბოს. დამხრივ იყო ცოტა ყურადღებით, იმიტომ რომ ყველა პარტნიორი სათანადოდ მეორე ნახევარში კვირის და ვერ გაიზიარებს თქვენს იდეებს. და ამიტომ ამ გაუგებრობა შეიძლება დაძაბონ ეს ურთიერთობები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეს მერე უკვე საქმიან პარტნიორებთან მივიდეს სასამართლო პროცესებამდეც კი. ამიტომ მეორე ნახევარი კვირისა ვეცადოთ, რომ თხილად და ცოტა წინ დახედულად მეტი დიპლომატიით გავვლოთ. მთლიანობაში ამიტომ ეს კარგი კვირა აი ამ გზით არ გავაბჯოთ. ყველას კარგია თქვენთვის 8 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 6 და 10 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც.
რაც შეეხება მერწყმული ზოდიაქოს ნიშნე დაავადებებს, აღმოჩნდით, რომ ენერგოტონუსი თქვენი დაბალია, ჯანმრთელობა არ ამდგრადეთ, არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ, ტრავმატული ტენდენციებიც მაღალია, მოშურნეებს არ ძინავთ, ამიტომ ჭორები, ინტრიგები, მოშურნეების მოქმედებები თქვენ საწინააღმდეგოდ საკმაოდ აქტიურად იქნება წარმოჩენილი, დამხრივაც ვიღოთ ყურადღებით და ამავდროულად ძალიან ბევრი საქმე იქნება შესასრულებელი თქვენი მხრიდან. რამაც შეიძლება საკმაოდ დაგხალოთ. ამიტომ თქვენ აგრძნობთ, რომ ძალიან ძნელად ხდება დახარჯული ენერგიის აღდგენა. რაც მეტად შესაძლებლობა გექნება და დაისვენებთ, იქნება უკეთესი. აქვე აღნიშნოთ ისიც, რომ აქ სწორედ მეგობრებს, ახლობლებს, ნაცნობებს სწორედ ძალიან დიდი იმედი აქვს თქვენი. ამ დროს თქვენ ხართ ძალიან დაღლილი და გადაღლილიც კი. ამიტომ ამას უნდა ყურადღება და ცოტა მეტი, ასე ვთქვათ, გადალაგება სიტუაციის, ამიტომ დახმარებაც საჭიროა და დასვენებაც სჭირდებათ. ამიტომ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად გადაალაგებთ ამ თქვენს გეგმებს, რომ ეს ყველაფერი მოასწროთ და სხვისი ზეგავლენის ქვეშ არ აღმოჩნდეთ. ამასაც მიაქცევთ ყურადღება. ეს განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარს ეხება უკვე 8-12 იანვრის პერიოდს, რომელიც ალბათ ყველაზე რთულია ამ თვის განმავლობაში. აქ შეიძლება სამსხურული სფეროშიც გარკვეული სირთულეები წარმოიქმნას. აქ ინტერესი საერთოდ დაგეკარგოთ თქვენი საქმის ან მოქმედებებისადმი და ასევე აღნიშნოთ, რომ არ იქნებით მზად დავშეთ ახალი პროექტების გეგმების დასაწყებად. ეს ის პერიოდი, რომელსაც უბრალოდ შეიძლება მოგიხდეთ რაღაც ძველის დასრულება, ყოველდღიური ვალდებულებების შესრულება, გარკვეულწილად შეიძლება ვალების გადახდაც კი. ამიტომ მეორე ნახევარი კვირის ამ თვალსაზრისით ცოტა უფრო რთულია და ვეცოთ იგი უფრო ფრთხილად, ინტეგრალურად გავიაროთ, ენაცმელი დავაჭიროთ და საიდუმლო დავიცოთ. ეს კარგია თქვენთვის 6 და 10 იანვრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 8 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. შეიძლება თევზების ზოდიაქოს ნიშნი დაავადებლებს, ჯანმრთელობა მდგრადი ენერგოტონუსი, მაღალი აფსიქოემოცვარადაც უფრო სტაბილური ხართ. ეს პერიოდი კარგია ახალი თვითრეალიზაციისთვის, ახალი შესაძლებლობების საპოვნელად, გამოსავლენად, გასავითარებლად. შეიძლება თქვენი ნიჭი და უნარი ახლებურად გაიფურჩქნოს, უფრო რეალისტური ხდებით თქვენი სურვილებიც, უფრო თანმიმდევრული ხართ მოქმედებისას. ამიტომ იდეების რეალიზაციის შესაძლებლობაც საკმაოდ მაღალია. რეფორმებისთვის, სიახლეებისთვის ძალიან კარგი პერიოდი, ინტერნეტთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ოღონდ ეს ყველაფერი უფრო ეფექტური იქნება კვირის პირველ ნახევარში. აქ შეიძლება ახალი პერსპექტივების გამოვლინდეს განვითარებისთვის აუცილებელი მთლიანობაში პოზიტიური პროცესების პერიოდია, შეიძლება ესე ვთქვათ, მაგრამ აი 8-12 იანვრის დღეები გავიაროთ ცოტა ფრთხილად, იმიტომ რომ აქ ურთიერთგაგების შემცირების ფონზე შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობები ახლობლებთანაც, მეგობრებთანაც კი და შეიძლება აღმოჩნდეთ რაღაც, ასე ვთქვათ, გულაცრუების მდგომარეობაში და მათთან დაპირისპირების მდგომარეობაში. ამის ალბათობა მეორე ნახევარში მაღალია და ფეიქების ალბათობაც მეორე ნახევარში მაღალია. ინფორმაცია გადაამოწმეთ. რათა მეორე ნახევარი შედარებით უფრო მშვიდად გაიაროთ. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 7 იანვრის გადარიცხვი და არ ვარგა 5 და ასევე 10 იანვრის დღეები და ეს რიცხვები. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, მომავალში ხვედრამდე.